2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 27. განსაზღვროთ სხეულის მიერ მეხუთე წამში გავლილი მანძილი, როცა სიჩქარე დროზე დამოკიდებულია ისე, როგორც ნახაზია მოცემული. კარგით, ახლა მოდით ნახაზი და რა ინფორმაციაც აქვს მოცემულობაში დავწეროთ. ნახაზი და რა ახლა როცა t უდრის 0-ს, როგორც ნახაზი დავხედავთ, მოდი t0 დავარქვათ, t0 საწყის მომენტში, როცა t უდრის 0-ს, მაგ დროს სხეულის სიჩქარე, როგორც ნახაზიდან ჩანს, v0 უდრის 0-ს, 0 წამს. და როდესაც 5 წამი გავიდა, როგორც ხედავთ, სხეულის სიჩქარე გავხდა 5 წამი, ესე იგი, როცა t უდრის 5 წამს, ამ დროს სხეულს სიჩქარე ჰქონდა 5 წამი. და გვიკითხებიან, რისი ტოლი არისო სხეულის მიერ გავლილი მანძილი, ეს მეხუთე წამშიო. კი ბატონო, ახლა აქ ტერმინები არ უნდა აგვერიოს, რაც თავარი არის, მეხუთე წამში გავლილი მანძილი და 5 წამში გავლილი მანძილი განსხვავდება, რა თქმა უნდა, და მეხუთე წამში გავლილ მანძილში ჩვენ გულისხმობთ, ესე იგი, 5 წამში გავლილ მანძილს, ეს 5 წამში გავლილ მანძილს გამოკლებული 4 წამში გავლილი მანძილი. თავის მხრივ ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს 5 წამში, როცა t უდრის 5 წამს, ამ დროს რის ტოლი იქნება v0-ს, რადგან თანაბარად ჩქარებული მოძრაობაა, v0-ს დამატებული a t კვადრატ ნახევარი, ხოლო s-ი, მოდი ეს იყოს t1, t2 უდრის 4 წამს, ამ დროს ეს ტოლი იქნება v0-ს პლუს v0-ს პლუს a t2 კვადრატ ნახევარი, v0 0 არის, აქაც 0 გვექნება, ეს ტოლი იქნება. ახლა აჩქარება. ხო, აჩქარება გვაქვს განსასაზღვრი. თავის მხრივ ახლა მოდი ახლა ჯერ დავწეროთ რის ტოლი, ეს იქნება at1 კვადრატ ნახევარი, ეს იქნება at1 კვადრატ ნახევარი. ხო, აჩქარებას რაც შეეხება? ახლა აჩქარება ორი გზით შეგვიძლია, მოდი ორივე გზით გავაკეთოთ, არ გვაწყენს. კი ბატონო, ესე იგი აჩქარება განმარტებით თანაბარად ჩქარებული მოძრაობით, რო ტოლი არის სიჩქარის ცვლილების შეფარდებისა, იმ დროსთან რა დროშიც ეს ცვლილება მოხდა, სხეული რა დროშიც ეს სიჩქარე შეიცვალა, იმ დროსთან ვაფარდებთ, რომელიც ახლა სიჩქარის ცვლილება რა იქნება? v-s v0, დრო რა იქნება დროის ცვლილება? t-s t0. პირობით v0 და t0 ნულია, ესენი ნულებია. დაგვრჩება v-s შეფარდება t-სთან, v არის 5, t-ს არის 5 და გამოგვივა 1 მეტრ-წამ კვადრატი. მეორე მხრივ, ახლა თუ ნახას დავაკვირდებით, ეს კუთხე თუ არის α, თავის მხრივ აჩქარება ტოლი არის a კუთხის სიჩქარის x-ღერს და t-ღერსთან გადაკვეთის კუთხის ტანგენსი, ტანგენს α არის. და ახლა ამ ართკუთხა სამკუთხედში ტანგენს α არის მოპირდაპირე კათეტი მიმდებარესთან შეფარდებული, ესე იგი 5 შეფარდებული 5-თან და ნუ რა თქმა უნდა აჩქარებას იგივეს ვიღებთ 1 მეტრ-წამ კვადრატი. კარგით, აჩქარებას განსაზღვრეთ და ისე დავუბრუნდეთ ახლა. ეს 5-ის და ეს 4-ის გამოთვლას, ეს მივიღეთ, აჩქარება მივიღეთ 1, t1, ანუ t1 არის 5 წამი გვაინტერესებს, იგი 5-ის კვადრატზე გამრავლებული გაყოფილი 2-ზე, ეს მივიღებთ 12.5-ს. ეს ტოლი იქნება, აქ უკვე აცრავად, აქ t1 აღარ გვინდა, აქ t2 გვაქვს. t2 უდრის, ანუ 4 წამში გავლილი მანძილი იქნება, აჩქარება აქაც 1-ია, გამრავლებული t2 არის 4 წამი, 4-ის კვადრატზე, ანუ 16-ზე, გაყოფილი 2-ზე, ეს ტოლი იქნება 8. და ახლა შევიტანოთ, ანუ ამის მაგივრად უნდა შევიტანოთ 16, ამის მაგივრად 12.5, ამის მაგივრად 8 და მივიღებთ, ეს ტოლია 12.5-ს გამოკლებული 8, რაც ტოლი არის 4.5 მეტრის. ანუ საბოლოოდ პასუხს თუ ჩავწერთ, ეს მეხუთე წამში გავლილი მანძილი ტოლი ყოფილა 4.5 მეტრის. რომელიც არის პასუხი, ჩემო ბატონო, B.